ვარშავის ცნობილი რესტორნების მენიუში ქართული ღვინო ჩევაღვინის ექსპორტთან დაკავშირებით პოლონურ მხარესთან უკვე გაფორმებულია რამდენიმე კონტრაქტი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება პოლონეთში საქართველოს დღეების დასრულების შემდეგ. ქართული სამზარეულო და კულტურა 3 დღის განმავლობაში უამრავმა სტუმარმა შეაფასა. დამზადებულია საქართველოში ამ წარწერამ ვარშავის ცენტრში უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. პოლონეთის დედაქალაქის ტურისტებით ყველაზე მეტად დატვირთულ მთავარ მოედანზე 3 დღის განმავლობაში საქართველოს დღეები იმართებოდა. მოედანზე უზარმაზარი ხაჭაპურიც გაჭრეს. მე ქართული ღვინის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მომწონს კახური, ასევე საფერავი. ქართულ ღვინოზე საკმაოდ ბევრი ვიცი. მე ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და ქართული ღვინო ჩემთვის ყველაზე საუკეთესოა მსოფლიოში. ჩემი მეგობრები პოლონეთში აღარ სვავენ ფრანგულ და ესპანურ ღვინოებს. ყველას ქართული უნდა. საქართველოს ეს არის დაავადება, თანაც განუყურნებელი. საქართველოში დიდხანსაც რომ ვერ ჩახვიდე, მისი სიყვარული სულ თან მოყვება მთელი სიცოცხლე. მე დავაბადდი წლების წინ ამ სენით. თვლი რომ ქართული კულტურა, ჩემი კულტურა, ქართული ღვინო კი ჩემი ღვინოა. საქართველოს დღეები პოლონეთში რამდენიმე უწყების ორგანიზებით ჩატარდა. კულტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები, GMC ჯგუფი და საქართველოს საელჩო პოლონეთში. სტუმრებს ვარშავის ცენტრში 3 დღის განმავლობაში სწორედ ისინი მასპინძლობდნენ. პოლონეთი არის ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროკავშირში და ნატოში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული კულტურა იყოს წარმოდგენილი პოლონეთში. ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების საშუალება ვარშაველებსა და ქალაქის სტუმრებს ქართული სიმღერის თანხლებით ჰქონდათ. განსაკუთრებულ განწყობას მოედანზე მისულ სტუმრებს ქართული ხმები უქმნიდნენ. არანაკლები მოწონება დაიმსახურა პოლონეთში საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმა. სუხიშვილების ერთგული მაყურებელი ვარშავაშიც გამოუჩნდა. შეიძლება უწევ ჩასვა პროგრამაში მთლიანად ისტორია შენი ქვეყნის მოუყრეს მუსიკით, ცეკვით, სიმღერით. ვფიქრობ, ქართული ცეკვი და სიმღერა ყველაზე ლამაზია. ყოველდღე დავდივარ აქ და ამ ჰანგებს ვუსმენ. სამწუხაროა, რომ ეს კონცერტები მხოლოდ 3 დღე გაგრძელდება. საქართველოს დღეებს პოლონეთში კონკრეტული შედეგებიც მოყვა. უკვე გადაწყდა, რომ რამდენიმე პრესტიჟულ რესტორანში მუდმივად იქნება ქართული ღვინო. გაფორმდა რამდენიმე საქმიანი კონტრაქტი ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გავაფორმეთ რამდენიმე კონტრაქტი კონკრეტულ პოლონელ იმპორტერებთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში ჩვენ გვექნება უკვე მინიმუმ 1,5 მილიონი ბოთლის ექსპორტი საქართველოსთან პოლონეთის ბაზარზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კომპანიებისთვის. საქართველოს დღეები პოლონეთში გვიან ღამით დასრულდა 3 დღიან ზეიმში. ვარშავას ცენტრალურ მოედანზე უამრავმა სტუმარმა და ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა.